ევროკავშირის კულტურის კვირაულში წელს ფოთიც ჩაერთო. ანსამბლების სუესტ არტისა და იბერის ერთობლივი კონცერტი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში. ევროკავშირის კულტურის კვირაულის ფარგლებში 6 ნოემბერს ფოთს პორტუგალიური ანსამბლი სუესტ არტი და ქართული ფოლკლორული ჯგუფი იბერი სტუმრობდა. შემსრულებლებმა ფოთელ მაყურებელს არგენტინული ტანგოს, პორტუგალიური და ქართული პოლიფონიური მუსიკის მათეული ინტერპრეტაცია შესთავაზეს. მუსიკალური პროგრამა სახელწოდებით „ფესვები და რევოლუცია“ ვოკალითა და ცეკვის წარმოდგენებით იყო გამდიდრებული. პირველ რიგში მინდა ორგანიზატორებს მადლობა უთხრა იმისათვის, რომ ევროპის კვირაულის ჩატარების დროს გაითვალისწინეს და ჩვენ ქალაქში ჩაატარეს ეს ღონისძიება, მადლობა მინდა უთხრა. მინდა უსურვოთ ჩვენ საქართველოს, რომ აი დამოუკიდებლობის გზაზე, რომელიც 25 წელია, რომელსაც 25 წელია ჩვენი სამშობლო ადგას, რომ გვენახოს გაძლიერებული, გამთლიანებული ქვეყანა. დავესწარით ევროკავშირის კვირაულის ფორმატში ფოთში გამართულ კონცერტს და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიება, რაც უფრო მეტად გაიმართება ამ ტიპის შეხვედრები, რომ ამას ასევე ახლდეს კიდევ საინფორმაციო განმარტებითი საუბრები, მით უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ამ პროცესში ჩვენ უფრო მეტად ნეგატიური გვესმის, ვიდრე პოზიტიური და აი იმ ფონზე, როცა ევროპასთან ხელშეკრულება გაფორმდა ასოცირების, გაუგებარი ხდება ესეთი ნეგატიური ტენდენციები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა ევროპული გზით ვითარდება და შესაბამისად საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული. ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ევროკავშირის კულტურის კვირაული, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას მაინც ევროინტეგრაციისკენ, ევროპისკენ გვაქვს კურსი და შესაბამისად საინტერესოა მათი კულტურის გაცნობა, ასევე როგორც ჩვენ ისინიც ეცნობიან ჩვენს კულტურას და ვთვლი რომ ჩვენი ქალაქისთვის ეს ძალიან საინტერესო და ღირსშესანიშნავი ფაქტია. მუსიკა, ლიტერატურა, ფოტოგრაფია, თეატრი და ხელოვნების სხვა დარგები. 30-ზე მეტი უცხოელი ხელოვანის მონაწილეობით საქართველოს 7 ქალაქში სულ 20 ღონისძიება გაიმართა. მისი მიზანი საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო კულტურული ღირებულებების წარმოჩენაა. Tonight we are at the 7th night of the ევროკავშირის კულტურის კვირაული უკვე დასასრულს უახლოვდება. დღეს არის მე-7 დღე და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავთ ამ დღეს ფოთში. ეს არის ევროკავშირის დელეგაციის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივ ღონისძიებათა სერია მთელი კვირის მანძილზე, რაც ამ შემთხვევაში დღეს წარმოდგენილი იქნება პორტუგალიური ანსამბლის სუესტ არტეს ღონისძიება, კონცერტი, რომელიც ასახავს ტრადიციული კულტურიდან მოყოლებული თანამედროვე რევოლუციური განვითარებამდე. კულტურული კავშირების დევიზით ევროკავშირის კვირაული საქართველოში 1 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით გრძელდებოდა. იგი ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.